რუსეთთან პრაგმატული, თუმცა თანმიმდევრული და არაკომპრომისული პოლიტიკა გაგრძელდება. ასეთია ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციამ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორი ელის დასრულების შემდეგ გააკეთა. ქვეყნის პირველი დიპლომატი აუცილებლად მიიჩნევს დღემდე არსებული დიალოგის ორივე ფორმატის შენარჩუნებას. მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ერთის მხრივ ჟენევის ფორმატში უნდა მიიღოს რუსეთისგან გარანტიები ძალის გამოუყენებლობისა და ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების შესახებ. ამავდროულად კი უნდა გაგრძელდეს ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი აბაშიძე კარასინის ფორმატში. კვირიკაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ პრაგმატული პოლიტიკა კომპრომისების ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს. შესანარჩუნებელია ორივე ფორმატი. ერთი ჟენევის ფორმატი პოლიტიკური დიალოგისთვის იქნება, რა თქმა უნდა, წამყვანი და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ძალის არ გამოყენების შესახებ გარანტიების მიღება რუსეთის მხრიდან. აბაშიძე კარასინის დიალოგი ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გაგრძელდეს და მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც ამ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში იხილება. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურად პრაგმატულ, თუმცა თანმიმდევრულ და არაკომპრომისულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.